საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ის ვერანაირ ლოგიკურ გამართლებას ვერ ხედავს, თუ რატომ გააძვირა იფქლმა პური. დანელიას თქმით, ქარხნებსა და სახელმწიფოს შორის პურის ფასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობდა. პურის გაძვირებით კი იფქლმა 2013 წელს დადებული პირობა დაარღვია, რომლის მიხედვითაც ქარხნებს პურის ღირებულება არ უნდა გაეზარდათ. მათ არ ქონდათ არანაირი საფუძველი და მე უფრო მეცაც გეტყვით. უბრალოდ ქრონოლოგიურად რო გავიხსენოთ წარსული 2013 წლამდე მქვილის ფასი იყო დაახლოებით ის, რაც არის დღეს. და მაშინ დაფიქსირდა ეს ფასები და როდესაც გაიაფთა 2013 წელს და ჩამოვიდა 36 ლარზე, პირობა დადეს, რომ არ გააძვირებდნენ პურს და დატოვებდნენ იმ ფასს, როგორც იყო. ოღონდ პირობა იყო ის, რომ არავითარ შემთხვევაში თუ ფასები კიდევ გაიზრდებოდა, პურს არ გააძვირეს, შესაბამისად, როგორც ჩანს, მათ ეს პირობაც დაარღვიეს. იფქლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი ხატია ოძელაშვილი განმარტავს, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარა. შესაბამისად, იფქლს არანაირი პირობა არ დაურღვევია. ოძელაშვილის თქმით, ბიზნესს არ შეუძლია წინასწარ გასცეს დაპირება, რომ მომავალში ფასებს არ გაზრდის. საგრძნობლად გააცვლილდა ფასები ნედლეულზე. ქვილი, რომელსაც აათლევ ყიდულობდით 25-26 ლარად ტომარას, ახლა ეს არის 40 ლარი და 50 თეთრი. ასევე იმატა ფასები მარილზე, საფუარზე და ფაქტიურად უამრავ ნედლეულზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებ. ამიტომაც მოგვიწია ფასების გადახედვა და მხოლოდ რუხ და თეთრ ბატონზე შევცვალეთ ფასი. ოძელაშვილის თქმით, კომპანიამ ფასები ფქვილისა და სხვა მასალების გაძვირების გამოაწია. იფქლის მხრიდან არანაირი პირობა არ ყოფილა გაცემული. ასეთი პირობის გაცემა ფაქტიურად შეუძლებელიც იქნება, იმიტომ რომ მაშინ ერთ ადამიანს უნდა შეეძლოს მთელი ეკონომიკის, ვალუტის, კურსის და ყველაფრის კონტროლი, რომელიც წარმოუდგენელია. ასეთი პირობა არ ყოფილა გაცემული. პური მნიშვნელოვანი სამომხმარებლო პროდუქტია, რის გამოც ზოგიერთი მთავრობა პურის ფასების კონტროლს იწყებს. თუმცა ხშირად ასეთი რეგულაციები პურის მიწოდებაზე ცუდად აისახება. მსგავსი საქართველოში 90-იან წლებში მოხდა, რამაც პურის რიგები გამოიწვია.